ახლა დაბადებული Georgian Fashion Life-ი საზოგადოებას თავს აცნობს. დახურული წვეულება კლუბ Why-Not-ში კი ყველაზე ბომონდური საშუალებაა იმისათვის, რომ კეთილმოსურნეები გაიჩინო. დღეიდან New York Fashion Life Corporation და Georgian Fashion Life Production იწყებს აქტიურ ცხოვრებას და დღეს ვიმყოფებით Why-Not Private Club-ში. ჟურნალის პრეზენტაციაც იქნება 18 თებერვალს და ეს ჟურნალი მოიცავს სამოდელო ბიზნესის განვითარებას, შოუ ბიზნესის განვითარებას და აგრეთვე ტურიზმის განვითარებას საქართველოში. Fashion TV ფართი საქართველოში უკვე სერიოზული განაცხადია. 3 DJ runway show, pop შემსრულებლები, ქართველების საყვარელი go-go დენსერები და რა თქმა უნდა ცნობადი სახეები. საქართველოში კარგი მოდის ჟურნალი სულ 1-2 არსებობს. ამარტა მაგალითად. ანუ პრინციპში ამარტა ალბათ ერთადერთია, რომელიც მოდას აშუქებს და იმედია ჟურნალი იქნება ხარისხიანად და როგორ ვთქვა, კონცეპტუალურად და კარგად გააშუქებს მოდას. მე საერთოდ ძალიან მიხარია, რომ ამდაგვარი რაღაცები კეთდება და ყალიბდება რაღაცა ახალი ბრენდები და შემოდის საქართველოში. მით უმეტეს რომ თვლი რომ საქართველოში მოდა უნდა განვითარდეს კიდევ და კიდევ უფრო მეტად და არაჩვეულებრივი მოდელები ყავს საქართველოს და აუცილებლად უნდა გამოიყენოს. მოდის სახლი მარიგოლდის და დიზაინერი ფატუნა ბუშიჰედის კაბები Georgian Fashion Life-ის მოდელებთან ერთად იმიჯ ცენტრის გოგონებმაც მოირგეს. რაც ხდება სიახლე სამოდელო სფეროში, მოდის ბიზნესში, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ვიყოთ პირველები, ვითანამშრომლოთ, რაიმე ახალი შემოვიტანოთ ბაზარზე, ისევე როგორც აქამდე ვაკეთებდი პირადად მე და ყოველთვის ვცდილობ ხელი შეუწყო მათ, ვინც რაიმე ახალს შემოიტანს. ძალიან კარგია, როდესაც კარგი ფოტოსესია დაიგეგმება და კოსტიუმები კარგად გამოჩნდება, ეს ალბათ ყველაზე დიდი წარმატება იქნება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება დიზაინერებისთვის, რომ მისი კოლექცია კარგად აისახოს ჟურნალების ყდებს. ეს კოლექცია არის მაიამის კოლექცია, რომელიც 22 ოქტომბერს ჩვენება მქონდა მაიამიში, ანუ ფლორიდას შტატში, სადაც იქნება 8 კოსტიუმი გამოტანილი. ძალიან ექსპრომტად მოხდა ჩემი ჩვენების დაგეგმა დღევანდელ საღამოზე. საღამო ნინი შერმადინმა ინგლისურენოვანი სიმღერით გახსნა. წვეულებაზე მარკო მეტრეველსაც მოვუსმინეთ, რომელიც ერთ-ერთია იმ იშვიათ შემთხვევათაგან, რომელიც ყოველთვის სათანადოდ ზრუნავს საკუთარ იმიჯზე. ეს ვარ თეთრი მამაკაცი ფერია. ჩემი ოცნება იყო, რომ საქართველოში ყოფილიყო ესეთი სისტემა, fashion სისტემა და ძალიან კარგია და პირველად რომ დამირეკეს აი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ძალიან დიდი კი ვთქვი. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში თანდათან შემოვიდა ტენდენცია, რომ გავხდეთ მოდურები, ლამაზები, გლამურულები, ასე ვთქვათ, გემოვნებიანები, ჩვენს მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ. რაც შეგვიძლია, ჩვენ ვაკეთებთ ამ საქმეს. ნიუ-იორკიდან DJ ლადო, ეგვიპტიდან DJ ზიკო და გერმანიიდან DJ ტრენკო. მოკლედ მუსიკა იმისათვის, რომ თავის საზღვარგარეთულ წვეულებაზე იგრძნო. სიმართლე გითხრათ, განსხვავებას ნახდად ვერ ვხედავ გერმანიის შორის და საქართველოს შორის. მუსიკა ერთფეროვანია და ყველას უხარია. მაგ მუსიკის მოსმენა, თუნდაც სამოდელო ბიზნესში. თითქმის ერთნაირი სიტუაცია გერმანიაში და ასევე საქართველოშიც. ბევრი ინტერესის გამო, ბევრი დასაკვირვებლად, ბევრიც უბრალოდ გასართობად მოვიდა. ჯერ ხომ არავინ იცის გაამართლებს თუ არა Georgian Fashion Life-ი. ქართული მოდისთვის ის ახალი და სასურველი ხილია.